საქართველოს სეპარატისტულმა რეჟიმმა ერთი კვირის წინ აცნობა საზოგადოებას, რომ ისინი აპირებენ კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც მევენახეობის დარგში აწესებს რეგულაციებს. და ეს რეგულაციები არის შემდეგი. თუ კი ნებისმიერ ადამიანს ექნება სურვილი, რომ გააშენოს ვენახი, ლიცენზია და თანხმობა უნდა მიიღოს აი ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან. თუ კი ისინი არ მოგცემენ თქვენ ნებართვას, რომ გააშენოთ ვენახი, შესაბამისად თქვენი საქმიანობა კანონის დონეზე გამოცხადდება უკანონოდ და შესაბამისად დაექვემდებარება რიგ სამართლებრივ პროცესებს. რა თქმა უნდა, სამართლებრივი არანაირი სამართალი ამაში არ იქნება, მაგრამ ძალა აღმარცხნავს. აი ასე არის დღეს ჩვენს ქვეყანაში. ამასთან ერთად, 2 კვირის წინ აცნობეს საზოგადოებას, რომ 6 წელზე მეტი ხნის მანქანები ვეღარ შემოვა ქვეყანაში და აი 2 ლუკმას რო შოულობდა და ზოგი 3-საც. და ეს ადამიანები ცდილობდნენ საკუთარი ინტელექტით, საკუთარი შრომით შეექმნათ საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა და რა თქმა უნდა, ეს განპირობებული იყო საერთო კეთილდღეობაზეც, იმიტომ რომ როდესაც ნებისმიერ ოჯახში შედის ფული, მით უმეტეს პატიოსნად ნაშრომი, ის ფული ეკონომიკაში ბრუნავს და სხვადასხვა დარგში რეალდება ისევ აი ეს ფული, იმიტომ რომ იხარჯება და შესაბამისად სხვადასხვა კატეგორიის საზოგადოება ამით სარგებლობს. ამ ეგრეთ წოდებულმა არაკონსტიტუციურმა რეჟიმმა გამოაცხადა, რომ ფულს რომ შოულობდა საშუალო ფენა, ახლა ეს ფული უნდა იშოვოს მაღალმა ფენამ, მდიდრებმა უნდა იშოვნონ, უფრო უნდა გამდიდრდნენ და საშუალო ფენა უნდა გაუთანაბრდეს ღატაკ ფენას. და ამ ქვეყანაში უნდა იყოს 2 ფენა მხოლოდ, ღატაკი და მდიდარი. ამ ხალხს რაც ემუქრება, მე მგონი თავადაც ხვდებიან. სხვა საქმე არ იციან, ხშირ შემთხვევაში იციან ეს საქმე, ამაზე უკვე წლებია მუშაობენ, აწყობილი აქვს ეს საქმე ყველანაირად. ესენი ამუშავებენ ასევე დაშლილებს, სადაც მიდიან, ნაწილები მოაქვთ და ისინიც რა თქმა უნდა ამ ეკონომიკურ ჯაჭვში არიან ჩართულნი. ამას გარდა არიან ძალიან ბევრი ხელოსნები, რომლებიც მუშაობენ ეგრეთ წოდებულ მალიარკაზე, ჟეშტიანჩიკები და სხვადასხვა სამსახურებია, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან დიდ ჯგუფს და ისინი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მაგრამ ამ რეჟიმმა მოიფიქრა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოღალატეობრივი და მტროული კანონი, რომლის მიხედვითაც ეს ადამიანები უნდა განადგურდნენ. ეხლა ამ ადამიანებს მოგმართავთ, რომელთა სრული უმრავლესობაც ყოველთვის ამბობთ, რომ ჩვენ აპოლიტიკურები ვართ. და ამას ამბობთ არა იმიტომ, რომ მართლა აპოლიტიკურები კი არ ხართ, უბრალოდ ამას იმისთვის ამბობთ, რომ თქვენ იმართლებდით თავს, როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემდნენ, ნეკნებში ამტრევდნენ, ტროტუარზე დგომის გამო დღესაც იჭერენ. უამრავი ადამიანი ყველანაირი სამხილის გარეშე იმყოფება ციხეში და თქვენ უბრალოდ უსუსურები იყავით, უსუსურები ხართ. თქვენ უბრალოდ უპასუხისმგებლო ადამიანები ხართ. ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები ხართ. თქვენ არ შეგიძლიათ აზროვნება კოლექტიური კეთილდღეობისათვის, თქვენ აზროვნებთ თქვენთვის. აი ზუსტად თქვენთვის რომ აზროვნებდით, ახლა აი ეს რეჟიმიც თავისთვის აზროვნებს, თავისთვის ფიქრობს, რომ საკუთარ თავს, საკუთარ გარემოცვას შეუქმნას კომფორტი. ისინი ჩამოიყვანენ ახლა ახალ მანქანებს და რა თქმა უნდა ამ ბიზნესს მოაჯდებიან თავიდან ბოლომდე. თქვენ დარჩებით უმუშევრები, რაც ცალსახად ძალიან ცუდია და მე ძალიან არ მსიამოვნებს მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ჩვენ გვავიწროვებდნენ, ჯარიმებს გვიჭერდნენ, ხმას არ იღებდით, ჩვენ ეგეთი სამოქალაქო საზოგადოება არ ვართ. პირიქით, ჩვენს ხვეების ტკივილმა გამოგვიყვანა ქუჩაში და არა საკუთარი თავის გადარჩენა და საკუთარი თავის კომფორტის მოწყობა. თქვენ უნდა გაიაზროთ ერთი რაღაცა. დიქტატურაში არ არსებობს დანდობა. დიქტატურაში არ არსებობს ადამიანების გაყოფა. ვინ შეიძლება აწამოს რეჟიმა, ვინ შეიძლება შეავიწროს და ვინ არა. ერთიანად შეეხება რეჟიმის მძიმე ხელი საზოგადოებას. ამიტომ ნუ იმართლებთ თავს და ნუ დგებით თავდაცვით რეჟიმში, როდესაც გეუბნებიან, რომ თქვენ პოლიტიკურად ანგაჟირებულები ხართ. რომ თქვენ მერე ამტკიცოთ, რომ აპოლიტიკურები ხართ და პოლიტიკურად იმპოტენტურ მდგომარეობას ნუ ინარჩუნებთ. პასუხისმგებლიანი საზოგადოება წარმოქმნის პასუხისმგებელ და ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებას. ჩვენ საზოგადოებაში არის უპასუხისმგებლო ხალხი, რომლებმაც შექმნეს აი ეს რეჟიმი, რომელიც ახლა ძალადობს ხალხზე. შესაბამისად ამოიღეთ ხმა, თქვით სათქმელი და ერთად მივაღწიოთ ნორმალურ ცივილურ მთავრობას.